დღეს ახალი სტილით 25 მარტს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღესასწაულობს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას და მოიხსენიებს წმინდა მეფე დემეტრე თავდადებულს. წმინდა გრიგოლ დიალოღონს, რომის პაპს, ღირს თეოფანე აღმსარებელს, მართალ ფინეს და ღირს სვიმეონ ახალს, ღვთისმეტყველს. დღეს ბევრ ქართველს ავიწყდება, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის შვილობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩვენი მამა პაპა იღწოდა, სისხლს ღვრიდა და შთამომავლობას ღვთისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითს აძლევდა. ჩვენი ისტორია წინაპრების მიერ ჩვენთვის დანატოვარი ანდერძია. ჩვენ ქართველები ბედნიერები ვართ, რომ ზეციური საქართველოდან მარტვილებთან, ღირს მამებსა და დედებთან ერთად ჩვენი წმინდა მეფეები, დედოფლები გვოცავენ და ლოცულობენ ჩვენთვის. სამეუფო გზით რომ ვიაროთ და გავაგრძელოთ ჩვენი წინაპრების მიერ აღსრულებული კეთილი საქმეების ქმნა. დღეს მოხსენიებულმა წმინდა მეფე დემეტრე თავდადებულმა თავისი ცხოვრებით გვიჩვენა, რომ რწმენა უფლისა, სინანული აუცილებლად დაგვეხმარება, რათა უფალმა მოგვანიჭოს მაცხოვნებელი მადლი. უამრავი განსაცდელი შეხვდა წმინდა მეფეს, მაგრამ სასოება არასდროს დაუკარგავს. ჩვილი იყო, როცა მონღოლებმა დედა გვანცა დედოფალი მოუკლეს. 12 წლისას კი მამაც გარდაიცვალა. ქართველი დიდებულების თხოვნით ღრმა დემეტრეს ყაენმა მეფობის დასტური მისცა, მაგრამ სანაცვლოდ მის გარზე დაახლოებული პირის სადონის ათაბაგობა მოითხოვა. ღვთისმოყვარე მეფე გონივრულად განაგებდა ივერიას და გულმოწყალებით გამოირჩეოდა. სიხარულს ანიჭებდა გლახაკთა დახმარება. ღამღამობით ქალაქს მოივლიდა, მოიხილავდა დავრდომილებს, ობლებს და მატერიალურად ეხმარებოდა მათ. 15 წლის მეფეს პოლიტიკური მოსაზრებით ცოლად შეერთეს ტრაპიზონის კეისრის ასული. დემეტრე აღმშენებლობითაც გამოირჩეოდა. ეკლესია მონასტრებსა და ციხესიმაგრეებს აშენებდა და აღადგენდა. სწორედ მას უკავშირდება თბილისში მეტეხის ტაძრის აშენება. მონღოლთა ყაენს ქართველი მეომრები თავის ლაშქრობებში მიხავდა. მეფე დემეტრე გულადი ქართველი მებრძოლებით ყველა მოწინააღმდეგეს აკვირვებდა. ზღვის ომებში თავდადებით ისედაც მცირერიცხოვანმა ერმა უდიდესი დანაკლისი იწვნია. ამას ისიც დაემატა, რომ დაიწყო შინაბრძოლები. უფალს ისე დაშორდნენ ქართველები, ეკლესიის მიწების მიტაცებაც კი დაიწყეს. ქართველმა ქართველზე აღმართა ხელი. ამაოდ ამხელდა და მოძღვრავდა სულიერი შვილების დაცემით დამწუხრებული ქართლის კათალიკოსი ნიკოლოზის სამწყსოს. თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ქართველები ამ პარტავნებაში, ანგარებაში, უწესობაში. დემეტრეც ახალი საცდურის წინაშე აღმოჩნდა. გულის თქმას ვეღარ გაუძლო. შეუყვარდა ბექა ჯაყელის ასული ნათელა და მოიდაცა. მისგან შეეძინა უმჯობესი ყოველთა კაცთა ჟამისათა გიორგი მეხუთე, ერისგან ბრწყინვალედ წოდებული. უფალმა ერის უჯილოებათა სამხილებლად საზიელი მოავლინა ივერიას. მიწა იძრა და შეაძრწუნა ქვეყანა. ეკლესია მონასტრები დაინგრა, მიწა გაიპო და იქიდან შავმა კუპრის მაგორმა წყალმა ამოხეთქა. სწორედ იმ დროს ჩამოინგრა აწყურის ტაძარი, მაგრამ იქ დავანებული ღვთისმშობლის ხატი სასწაულებრივად გადარჩა. ეკლესიის ჩამონგრეული გუმბათი კუდით დაეცა ხატს და დაიფარა. წყემსთავარმა ნიკოლოზმა მრავალჯერ დამოსვრა მეფე, მაგრამ უშედეგოდ. ამიტომაც დაუტევა კათალიკოსობა და მალე მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მეფეს უწესო ქორწინებისთვის ამხელდნენ ათონის ტბიდან ჩამოსული ღირსი ბასილი მონაზონი და აგრეთვე ლექთაგანმანათლებელი ღირსი ტიმენ სალოსი, მაგრამ დემეტრე არ ისმენდა მათ შეგონებებს. აბაღა ყაენის გარდაცვალების შემდეგ ყაენის ტახტისთვის რამდენიმე ადამიანი იბრძოდა. ერთ-ერთის აბაღას შვილის არღუნის წინააღმდეგ მოაწყვეს შეთქმულება, რომლის მეთაურობა დაბრალდა არღუნის პირველ ვეზირს ბუღას, რომელიც წმინდა დემეტრეს ნათესავი გახლდათ. მონღოლთა მმართველმა შეიპყრო და თავი მოჰკვეთა ბუღას. ყაენის კარზე ქართულთა მეფეც დაიფარეს. მიხვდა დემეტრე დიდი ხნის სიცოცხლე რომ აღარ ეწერა. ამიტომ მან მოიწვია კათალიკოსი
ეპისკოპოს ნიგარიჯის უდაბნოს მამები, დარბაზის ერი და განუცხადა, რომ განრისხებული ყაენი აოხრებდა საქართველოს. შებილწავდა ეკლესია მონასტრებს თუ მეფე მას არ ეახლებოდა. რა სარგებლო არ ცხოვრება ჩემი უკეთო, ჩემთვის მრავალი სული მოკვდეს და მე თვით მძიმე ცოდვათა განვიდე სოფლის სამისაგან. აწმ ნებავს, რაითა წარვიდე ყაენის წინაშე და იყოს ნება ღვთისა. უკეთო მე მომკლან, ვგონებ რომ მე ქვეყანა უვნებელად დარჩეს. უთხრა მონანულმა ერის ტკივილით შეწუხებულმა მეფემ შეკრებილთ. ევედრებოდა ხალხი დემეტრეს თიულეთისათვის შეეფარებინა თავი. მაგრამ მარტვილს უკვე მტკიცედ გადაეწყვიტა. თავი გაეწირა ქვეყნისთვის. დიდი იყო სინანული მეფისა, რომელმაც მთელი გულით შეიგრძნო თავისი ცოდვების გამო, რომ ისჯებოდა ერი. მეფე ხომ წარმმართველია ხალხის ცხოვრებისა. სწორედ მას უნდა ამოეყვანა ცოდვის ჭაობიდან დაცემული ერი და მისი სისხლით უნდა განსპეტაკებულიყო ქართველთა ვნებებით აღსილი გულები. უშიშრად და სიხარულით წარსდგა წმინდა მეფე ყაენის წინაშე. თუმცა ვრალი ვერაფერში დასდეს, მაინც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. რაც სიხარულით მიიღო გვერბინოსანმა. სიკვდილის წინ ილოცა დემეტრე, წმინდა ზიარება მიიღო და მეხსეულად სული უფალს შეავედრა. მზე დაბნელდა იმ წამს და სიბნელემ დაისადგურა. ყველა შეძრამს ასავლის ხილვა. მეფის წმინდა გვამს ყაენის ბრძანებით დარაჯები იცავდა. კათოლიკოსმა და მოსემუდელმა ფარულად გამოიხსნეს ცხედარი საყვარელი მეფისა და საქართველოში ჩამოასვენეს. წმინდა დემეტრე თავდადებული მცხეთაში, სვეტი ცხოვლის დაძარში დაასაფლავეს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეუხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. დღეს არის ანგელოზის დღე საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის წევრისა, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონისა. მას ბერად აღკვეცისას ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის სახელი ეწოდა. ვულოცავთ ყოვლად უსამღვდელო ეს მეუფეს ანგელოზის დღეს და ვუსურვებთ სულიერ და ხორციელ სიმართლეს.